გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რესტორან ვილა პარკს 7229 ლარი გადაუხადა სუფრისთვის, რომელიც სპეციალურად განათლების მინისტრ გივი მიქანაძისთვის, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხისთვის, თესეუს რექტორ ჯაბა სამუშიასთვის და სხვა მაღალი რანგის სტუმრებისთვის გაიშალა. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო ქართლიჯი ავრცელებს. მათი ინფორმაციით განათლების სამინისტროდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, რომ სუფრაზე არ იმყოფებოდნენ გივი მიქანაძე და ჯაბა სამუშია. თანხის გადარიცხვა განხორციელდა 2025 წლის 16 ივლისს. როგორც ანგარიშ ფაქტურაშია აღნიშნული, ხელშეკრულებაში წერია, რომ სუფრა უნდა გაშლილიყო იმ პირებისთვის, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ გორის უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა გორის უნივერსიტეტმა, სადაც წერია, რომ რესტორან ვილა პარკში არ უმასპინძლეს განათლების მინისტრსა და პარლამენტის წევრებს, მარიამ ლაშხსა და გიორგი გაბუნიას. 23 ივლისს გავრცელდა ჩვენს ვებგვერდზე ინფორმაცია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართა ღონისძიება, რომელიც შემდეგ დაგვირგვინდა საზეიმო სუფრით, სადაც უმასპინძლეს აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს, მათ შორის განათლების მინისტრი უნდა ყოფილიყო, პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი უნდა ყოფილიყო და ამ საზეიმო სუფრაში გადაიხადეს 7229 ლარი. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ჩვენს Facebook გვერდზე გავრცელდა, დაგვიკავშირდნენ განათლების სამინისტროდან, ასევე თესეუდან, რომ თესეუს რექტორი და განათლების მინისტრი სუფრაზე არ იმყოფებოდნენ. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასევე მარიამ ლაშხიც არ ესწრებოდა სუფრას, თუმცა ეს იმ ფაქტს არ ცვლის, რომ უნივერსიტეტმა გაიღო ამხელა ხარჯი, როცა შეიძლებოდა ეს თანხა მოხმარებოდა სტუდენტებს.